ჩვენ ვართ ფოფოტერიაში ბავშვებო, ესეც საოცარ გარემოში. აბა ვნახოთ როგორია. ნახეთ? აი ეს. ვაუ, რა მაგარია. ეხა რა ხე? დღეს ჩვენ გავატარებთ საათნახევარს, აი ძალიან საინტერესო დროს. მუშაობს ციხაზე და ნელა ყველაფერს არის. ეხა ერთმანეთს გავახმაროთ და გავიკეთოთ წინსახელს. საბატონო იუთუბერად თქვენს გაიგებთ. ნილა და ბიჭებიც რა სიმპათიურია. პედაგოგის არაჯერა. დღეს ჩვენ ვიმუშავებთ ციხაზე. ჯერ თქვენ პატარები ხართ და ნივთიერებების შესახებ არ გიცოდინებათ არაფერი, თუმცა ძალიან მალე ისწავლით და გაიგმავთ ცოდნას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ქართული ციხა, ესეთი გექნებათ აუცილებლად ნახი. ამის კაცობრიობა როდიდან იყენებდა ჭურჭლის სახით და ვინოს აყენებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს განსაკუთრებით ბიჭებო, ხო იცით რა არის? ქვევია, ხო? ნახე უნიკალური საკვაქვს ჩვენ წითელი ციხა. ამაში ვინოს აყენებს ქართული კაცი და უნიკალურია თავადვე თვითონ და კიდევ უფრო უნიკალურია იმიტომ რომ ქართველები ამას მიწაში კლავენ და ისე აყენებენ ხვილს. ეხლა ჩვენ დღეს ვიმუშავებთ, ნახეთ თეთრ თიხაზე. ეს არ არის ჩვენი თიხა, ჩვენი თიხა არის ეს არის მიწა ბავშვებო ჩვენთან არის რეგიონების ერთ რაღაც მოიპოვება ესეთი მიწა, მე გადაამუშავებენ და აკეთებენ ჭურჭელს. და ესეთ რაღაცებს, რითაც ჭურჭელს აკეთებენ, მანამდე თიხას იყენებდნენ და დღემდე იყენებენ, ხო იცით? დღეს ჩვენ ვიმუშავებთ თეთრ თიხაზე, რომელიც რჩება გაშრობის და გამოწვის შემდეგ ესეთი თეთრი და გვაძლევს საშუალებას, რომ ზედ მოვხატოთ, რაც გვინდა, დავიტანოთ ჭიქური და ასე შემდეგ. ეხლა გავიაროთ ის ეტაპები, რა ეტაპებსაც გაივლის ჩვენი ხელით ნაკეთები ნივთები საბოლოო კერამიკულ სახეს და მიღებს. ვიმუშავებთ საავტომობილო ნივთზე. ნახეთ, ბუნებრივ შრობას როცა გაივლის, იქნება აი ესეთი გაშრება და იქნება ესეთი, მაგრამ ეს არის ძალიან ფართისი. ამას რაღაცა რომ მოვარტყათ და იმსხვრევა და სულ ცოტა წყალით საკმარისია, რომ ისე თიხის გუნდად გადაიქცეს. ამიტომ ჩვენ როცა გაშრება, დაახლოებით 5-6 დღე მაინც ჭირდება ამ პროცესს. როცა გაშრება, შემდეგ არის ესეთი უმერი სპეციალური, ჩავდებთ ამ ნაწარმს შიგნით და გამოვწვავთ ერთხელ 900 გრადუსზე. უმერი არის დიდი მრგვალი კასრებით, რო წარმოიდგინოთ, თქვენთვის მარტივად რო წარმოიდგინოთ, მარტივ ენაზე ვისაუბრებ. და 900 გრადუსი ადის მუშაობს კონდე 8 საათის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ ხელა ენერგია, ხელა ის შედება. ნახეთ, შემდეგ მივიღე ესეთი ნაწარმი, ხო, ამას არაფერი აღარ ემუქრება, თუ ეს ხელიდან არ გამივარდება და არ გახდება. ამაში წყალით უკვე შეიძლება ჩავაყენოთ და ასე შემდეგ. მოვხატოთ, მაგრამ ნახეთ, თუ არ მოვაჭიქურებთ, ესეთ ნახატებს ვერ შევინარჩუნებთ. და კიდე წყალგაუმტარს ღვთით ჭიქურით. ნახეთ, თუ აქ წყალს ჩავასხამთ, ადრე ცოტა ხანში აუცილებლად გამოვა რაღაცა ესეთი დაცვარული სახით. პირდაპირ ეს დიდი ნაკადი წყალი არ ხდება. შემდეგ რა ხდება? ერთხელ რომ გამოწვის, შემდეგ მოვაჭიქურებ. ჭიქური არის სითხე, წარმოიდგინეთ, ხევადი მინა. ნახეთ, როგორი რაღაცაა ჭიქური. აი, ესეთია ჭიქური. ამოვავლებ, აი ამის ქვეშ ჩვენ საჩვენებლად, ანუ ყველა ეტაპი გვაქვს. ამის ქვეშ ნახატებია, მაგრამ ახლა ჩვენ მოვხედავთ, ხო? ჩავდებთ ისე მომენტში და 150 გრადუსზე კიდე შეიძლება ღვინო. ნახეთ, ორჯერ იქნება ღვინელი, რომ კერამიკული საბოლოო სახით ნაწარმი მივიღოთ. ხო, მეკითხები ამ ხოლმე, ესეთი პრიალა რო არის ლახსას, ფანტასტიკა არა, ეს არის ჭიქური. მოვაჭიქურებთ, ჩავდგავთ ამას ხუმაში და მოვეცოთ 100 საათის შემდეგ, და ხდება ესეთი. ეხლა რა უნდა რომ გთხოვოთ? თქვენ დარწმუნებული ვარ, ვითამაშოთ. პასტერინსა და ვითამაშოთ პოლიმერულ ციხასაც, ხო?
პარებადი ტექნიკებიც. ნახეთ, რა ხდება იქედან განსხვავებით, აქ ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა სხვა ტექნიკით უნდა ვიმუშაოთ და რა. თქვენ, სანამ მოხვიდოდით, თქვენამდე კიდევ უამრავი ბავშვი მოვიდა და მაგარი ამუშავებიც უკვე წარაგია ღუმელთან, ღუმელი არ არის ბავშვებთან, იმიტომ რომ სადაც ღუმელია ჩართული, იქ ყოფნა ჯანმრთელობისთვის არც ისე სახარბიელოა და ამიტომ ღუმელი არ არის. ნახეთ, ძალიან საინტერესოა მუშაობა, მაგრამ ამავდროულად არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შენს, თუმცა არც ისეთი რთულია არ დაიცავთ. აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ჰაერის გუშტი პატარა მაინც არ შევკაროთ ჩვენს გუნდებში, მე როგორც პატარა ჭურჭელი და რომ გავიაროთ აი ამ ჭურჭელს მაგალითზე ეს სამუშაო დაფები დანამედ არ დაასწრელოთ და გადაასწროთ. ხოლო ეს სუბუქად დანამედ აბა მე დავამატე სუბუქად მე ვარ შეკეთებინა და შენც მიგაღვიძა აი ყოჩი. აბა ეხლა გადაეცი შენს მეგობრებს და დანამედ გოგოებო თქვენს სამუშაო დაფები. მინია და ნატალი გამოიხედეთ და გადავით თქვენი გუნდები სამუშაო დაფასებ ნახეთ მისნეთ ეს რა და ბიჭო გადავით ახლა სამუშაო დაფასებ მასწავლეთ გუნდები ხო გადავით და ხელის გულით ეცადეთ რომ გავხდეთ მე ხელებზე გადავიდეთ კი აი ესე ხელის გულებით და აი ეხლა რაღაც პროცესი დაიწყება ეს მეხმარება რომ სისქე დავიცვათ. ძალიან თუ გავაბრწყელებ, აუცილებლად რომ გაჩვენოთ ნიმუში, აუცილებლად გასკდება თქვენი ნაშრომი. ახლოსაც ვერ მოვიდანთ ჩვენ ამ ხის პატარა საზომებს, იმიტომ რომ გაბრწყელებას რომ დავიწყებთ, შემოეზრდება ამას და ეგა. დავუტოვეთ არეალი ქვემოთაც და განძეს და აუცილებლად ვიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით გაბრწყელებას. ჩვენ აი სომივით ესე ხო გვითამაშიათ, სომზე დარწმუნებული ვარ ყველა. ნახეთ, ერთ ადგილას ესე წინ და უკან არ შეიძლება თუ ჰაერის რაიმე უკან იქნება, ვერ შევამჩნევთ და აი ერთი მიმართულებით ავედ ზემოთ და გავჩერდით. აბა, ნახეთ, ეხლა გაატარე შენ იგივე პროცესი, მოძებნა ვინახია. აი ეს. ხო, კარგად ეს გაწურე შემოყარდო. აი ეს ერთ ადგილას არ გავუკეთოთ, მიხვდით? ამას მე ვაკეთებ, იმიტომ რომ მე უფრო გამოცდილება მაქვს ვიდრე თქვენ და მაგით, მიხვდით? ეხლა ისევ ბოტოქსი გავუკეთი ამას. ბოტოქსი? ხო. აბა მოდი ეხლა ჩვენ გავუკეთოთ. აბა დამეხმარე შენი ხელები. ესე შუაში მოდი. შუაში. შენი ხელები. შუაში. მოდი, ნუ გაშენია თამამა. დავედი. ასე. ვორც გავშვი. აი, ეხლა გამისწორე ეს. ვიცი, თორემ არ მოგვეწონება არინერულად შემოვიწყეთ და აი ესე ბოტოქსი გატანე. ვიცი, კარგად გამისწორეთ დაგვანებით.
ნახეთ ბავშვებო, თქვენ შეგიძლიათ თქვენი გუნდები აიღოთ ხელში და ისე შემოასწოროთ ეს კიდეები. კი. აი ხოჩი. აჩა, მაგრამ მეც მოვანე. კი, როგორ არის? როგორ მოგწონთ პროცესი? როგორც აღმოჩნდა გავსი ძალიან ჭირდება ძალიან ჭირდება ხო აი ეს შესაძლებელი ნუ შესაძლებელი აი დაუნამაზე უკვე ისე აღგვაჯობოს სილამაზე გეუბნებით მარები როგორ დაბიჭებო ამომიდროებთ ასე ძალიან იმასვენებ საინტერესო გამოდის ეგ ვიდეო. ბეჭედი აგერ დავარტყა. ნახეთ? აი ეს. ვაუ, რა მაგარია. ეხა რა ქენიცი, ნახეთ? აი აქ. ნახეთ, ქსოვილი გადმოვიდა და ეს გაასწორე ისე ღრუბლით. აბა წავედით. გადმომიბრუნეთ ყველა თქვენი ნამუშევრები. ეს უკუღმა? ეს არ არის უკუღმა. ხოჭა, კი, ხოჭა. ამას რო დავარტყა მე ბეჭედს, მე ისევ გადააბრუნე, კარგი? ეს. ამოაბრუნე? ხილად ამოაბრუნე? აი ეს. ამოაბრუნე? როგორ მოსწონთ ეს ტრავმი? ასე, ეხა ეს გაასწორეთ, რა? ამოაბრუნე? Pardon, Larda.